რასაწარმოებს? ჩაიზე ახლა ჩვენ ახალი პლანტაცია. ჩაიზე ახალი პლანტაცია უკვე 4. ისა გავეცით ცოტა ხნის თავის ხომაზე ახალი კიდე და ბატონო. დიდი ტემპით მიდის ჩაის აღორძინება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს უკვე მნიშვნელოვანი შედეგები იქნება, ვინაიდან რეაბილიტაციის პროცესი მიდის. თხილი, რა თქმა უნდა, ამ რეგიონში არის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული. თხილის ექსპორტმა, ღვინის ექსპორტს გაუსწრო მნიშვნელოვნად და ვფიქრობთ, რომ უფრო დიდია პოტენციალი და მათ შორის ჩვენ შეგვიძლია, რომ პირველ სამეულში ვიყოთ ბიოთხილის წარმოების და ექსპორტის თვალსაზრისით და სწორედ ამას ემსახურება მათ შორის კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამა. ეს თხილი სად არის ნაწარმოები? სამეგრელოს თხილი არის გარჩეული თხილი, ქალაქ ზუგდიდში მდებარეობს საწარმოო. და ამის რეალიზაცია სად ხდება? ხა ისეთი ევროპის სხვადასხვა შეფუთული. რეგიონებში 100%-იანი ექსპორტი არის საწარმოოდან ევროპის სხვადასხვა რეგიონებში. ანუ ეს სულ ექსპორტზე გადის, ხო? სულ ექსპორტზე გადის. ძალიან კარგია და მნიშვნელოვანი. ჩვენ მაქსიმალურად გადშევუწყოთ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ძალიან აქტიურად გვეხმარება ბატონი გიორგი მიშელაძის სააგენტოს კოოპერატივების და ყველა ჩვენ გვერდში ჯერი ჩვენზეა და ჩვენც არ შევირწმენთ თავს. აი ზეთის ზეთის. უკვე სხვანაირი, ხო? სხვანაირია. თოლში გვინდა დაკვატიშა. მაგარი. ბატონო კალეკანებდა და როგორც ხედავთ, საკმაოდ მაღალი ხარისხია. და თან აჯობა ხო თითქმის როგორც თურქეთის გაატარეთ რაიმე საერთაშორისო ანალიზი და უშუალოდ როგორია. გავატარეთ თვითონ პირველი სინჯირითიც აჯობა, რომ საერთოდ 4-5 კილოდან მიიწურება 1 ლიტრ ზეთი. აფართოვებ პლანტაციებს. კი, ვაფართოვებთ ყოველდღე ვგავთ და ვგავთ. მაგარი. დიდი მადლობა ამ წარმატებით. გვერდზე და მხარში. განსაკუთრებით საწარმო, წარმოებით კომპოტებს, მურაბებს, შენებს სხვადასხვა სახეობას. და მოგალწვით თუ დააგემოვნებ. ოკეი. მაგარი. აი ეს გვინდა ბევრი, ეს არის დამატებული ღირებულება. ეს ახლა სად არის ეს ნაწარმოებში? ეს არის ცოტა თბილია უკაცრავ. აბა გაგიმარჯო. ძველი. წარმოებით ნატურალურ პროდუქციას. ძალიან კაია. ეხლა სად ახდენთ რეალიზაციას? მოკლედ, ჩეხეთში გავუშვით პროდუქცია, ჩინეთში გავუშვით ისრაელთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ნელ-ნელა ვზრდით მოკლედ. ადგილობრივ ბაზარზე. დიახ, ადგილობრივ ბაზარზეც გადის პროდუქცია. კოოპერატივის სისტემა იმედი და იმედი არ მოგიშალა დიდი მადლობა ეს სად არის ახლა ნაწარმოები? თეცხაროში. დიახ, თბილისელი ვარ, დავტოვე თბილისში, წავედი თეცხაროში და ხის ყოლის წარმოება დავიწყე. ეს ახლა ხის ყველია? სულ ხის ყველია, სულგური ჭიტაკით. კი, როგორ არა მარტო არის? უღმესი მადლობა. ეს არის არაჟანი, ეს არის ნადური. საინტერესოა. გავსიდევ რა არის. ეს არაჟანი არის. რა ხელშეწყობა ექნება ბატონ პრემიერა ამ მეწარმეებს აი აქციასთან დაკავშირებით იყო კიდევაც ამ ტიპის კულტურებზე არის პროგრამა დანერგე მომავალი, რომელიც პირდაპირ ძალიან შეღავათიანად აფინანსებს გრძელვადიანი შეღავათიანი სესხით. იმისათვის რომ ეს განვითარდეს აუცილებელი არის ეს პროდუქტი მალფუჭადია და მოხდეს მისი შოკური მეთოდით გაყიდვა. ჩვენი კოოპერატივის შემდგომისათვის ვცდილობთ რომ ამ მიმართულებით წავიდეთ. უკვე შემუშავებულია პროექტი, რომელიც უკვე დამტკიცებულია მთავრობის მიერ და 40%-იან გრანტს ითვალისწინებს. ეს არის კონფლიქტის მიმდებარე სოფელი დვანი, თარელის რაიონი და იქ აქვს მცირე გადამამუშავებელი ქარხანა, ვაწარმოებთ ჩურჩხელას, ტყლაპს, მშრალ მურაბებს. ვაბარებთ სუპერმარკეტებში, ჰიპერმარკეტებში. დინასტია ქვია. დიახ, დინასტია. დღეს შედგა შეხვედრა 150 კომპანიის მფლობელთან, რომლებმაც დაიწყეს კომპანიის დაფუძნება და სპეციალური სახელმწიფო პროგრამების დახმარებით დააფუძნეს წარმატებული კომპანიები, კოოპერატივები და უშვებენ კონკურენტუნარიან პროდუქციას, რომელიც იყიდება როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალი მიმართულება სტრუქტურული ცვლილების მთელი ქვეყნის ეკონომიკის იმისათვის, რომ წავახალისოთ მეწარმეობა, წავახალისოთ ადამიანები, რომელსაც აქვს სამეწარმეო სულისკვეთება და მაქსიმალურად მხარში დაუდგეთ მათ კონკურენტუნარიანი წარმოების ჩამოყალიბებაში და ამითი დავასაქმოთ ჩვენი უფრო მეტი მოქალაქე და უფრო მეტმა ოჯახმა შეძლოს საკუთარი ბედნიერების საკუთარი ხელებით შენება.